მოგესალმებით მეგობრებო, დღეს თქვენ მოხდით გეოფლერის ახსნა დღეს ჩვენ გადავიღოთ რას გავაკეთებ 10 დღის განმავლობაში Minecraft Hardcore-ში. პირველ რიგში უნდა მოუჭერი ხე. მეგობრებო, კომენტარებში დამიწერეთ რამდენი ჯერ თქვი შემდეგ. და შემდეგ გავაკეთეთ დაზგა და ჯოხები, რადგან უარს გამიკეთებინა წერაქვი. დავდგე დაზგა და გავაკეთე ხის წერაქვი. შემდეგ კი ჩავედი სამაინეროში, რადგან ქვები მოიპოვებინა. და ქვებიც მოიპოვე. ასევე ცოტა ქუალი იყო და ეგენით ავიღე. და ავედი მაღლა, რადგან გამიკეთებინა ქვის წერაქვი. ნაჯახით დავიკრაფტე და ხმალიც. ასევე ცოტა თორჩები. და მოვტეხე დაზგა. წავედი ადგილი საყვარელ რაცად გავაკეთებდი ჩემს სახლს. და ცოტა ხნის შემდეგ ვიპოვე კაი ადგილი და მოვნიშნე. მე მიწის ქვეშ რომ ჩასულიყავი და მომდევნო გამაკეთებინა სახლი. ასევე გზაში რამდენიმე ღორით და ცხვარით მოვყავი. ავირჩიე სიმაღლე და დავიწყე პატარა გამოქვაბულის გაკეთება. ცოტა ხანი გაკეთების შემდეგ თუ რამდენად ზენ გამაკეთებინა, გამოვიდა აი ესეთი სახლი. კაცონის გაკეთების შემდეგ გავაკეთე ჩესტები, რადგან ჩამალაგებიდან ჩემი ნივთები. აი ეს რაღაც გავაკეთე, დავკვირდი ორი ჩესტი წვერწვერით იყო, ამიტომაც გავაკეთე კიდევ ორი ჩესტი, რადგან შეიძლება ლამაზად ყოფილიყო და დავდგი ჩესტები. მომეწონა და შემდეგ წავედი კოცონისკენ, რადგან ამიღო საჭმელი და ჩამედო ახალი საჭმელი. კუთხეში გავაკეთე ჩასამაინერებელი სახლში ეგრევე და ჩავედი სამაინეროთ. ცოტა ხანი ცხრის შემდეგ კი ამ ქერში ვიპოვე ჩემი პირველი მატერიალი, რომელიც მატერიალიც იყო ქუალი. ამ მატერიალის აღების შემდეგ გავაგრძელე 9 და წერაქვიც გამიფუჭდა. ავედი მაღლა, რადგან დამეკრაფტა ახალი წერაქვი. ახალი წერავის გაკეთების შემდეგ გავაკეთე ქვის კიბეები, რადგან ადვილად ამოსულიყავი. კიბეების დადგმის შემდეგ გავაგრძელე დაბლა ჩასვლა. ცოტა ხნის შემდეგ კი ვიპოვე ჩემი პირველი რკინა. წერაქვი გაფუჭებული მქონდა, ამიტომაც მარტო შევძელე 3 რკინის მომაინერება და ავედი მაღლა, რადგან გავამეტვე რკინები და გამეკეთებინა რკინის წერაქვი. რკინის წერაქვი გაკეთების შემდეგ ჩავედი, რადგან გამიგრძელებინა დაბლა ნელ-ნელად ჩასვლა. რკინებიდან ჩეგენიც ავიღე და წყალი შემოვიდა ჩემი გაკეთებულ გამოქვაბულში. და აქ მარტო იყო 3 დაიმონდი. 3 დაიმონდით კი შევძელე გამეკეთებინა დაიმონდის წერაქვი და გავაგრძელე ისევ დაბლა ჩასვლა. ორი დაიმონდის პოვნის მერე გავაგრძელე 9 და ვიპოვე სულ 18 დაიმონდი. საკმარისი იყო გამეკეთებინა ბრონი და ფეხსაცმელი. ან შარვალი. გადავწერ მარტო ბრონი გამეკეთებინა. ჩავიცვი ბრონი და შემდეგ ავედი მაღლა, რადგან მომეპოვებინა საჭმელი. მარტო კენკრა ვიპოვე და ვაკეთებდი კენკრის ფერმას და ვიპოვე რკინები, ასევე თურმე ჩვენ სახლში ყოფილა რკინები, რაც აქამდე არ დავინახე, რომ დამენახა უკეთესი იქნებოდა. ცოტა გავადიდე. ჩავედი სამაინეროთ, რადგან ავმეტანჭო დაიმონდი და ვიპოვე მარტო 8 დაიმონდი. 8 დაიმონდით გავიკეთე ქუდი და ნაჯახი. ჩვენ უკვე გვქონდა full diamond armor
და ასევე ნივთები, მაგრამ გვაკლდა ფარი. ამიტომაც ავიღეთ ცოტა რკინა, ხეებიც და ჩავდე ბუხარში რკინა და ხეები, რადგან რკინა გამომეწვა. რკინის გამოწვის შემდეგ კი გავიკეთე ფარი, რადგან შედარებით უსაფრთხოდ ყოფილიყავით. და ჩემი კენკრის ფერმაც უკვე დასრულებულიყო. ეს კენკრა გაიზრდებოდა, შემდეგ მოკრედით და ისე გაიზრდებოდა. რითიც გვექნებოდა ულევი საჭმელი. შემდეგ ულიმიტო წყალი გავაკეთე და ანკისი, რადგან ბევრი თევზი მოიპოვებინა. ძალიან დიდი ხნის მერე ერთი თევზი მოიპოვე, რადგან ზოგი გამეცა და ასევე მოიპოვე ცოტა მატერიალები, რადგან ჩავამაინერე. რაც სამწუხაროდ ვიდეომ არ ჩაიწერა. ასევე მქონდა 14 ოფსიდიანი, რითაც შემეძლო გამეკეთებინა ნეზერ პორტალი და მოხჯედებელი მაგიდა. ჯერჯერობით მარტო ნეზერ პორტალი გავაკეთე. აქეთ მოხჯედებული მაგიდის ისიც მქონდა უკვე ადგილი. ამ ბლოკში უნდა დამედგა მოხჯედებელი მაგიდა, გარედან კიდე თავისი წიგნები. და შეჭრა ლუთი, რაც მქონდა მოპოვებული მაინინგის დროს. გავაკეთე მოხჯედებული მაგიდა და ჩავედი, რადგან დამედგა მოხჯედებული მაგიდა, მოვტეხე ბლოკი და დავდგი. და პირველი შევამოწმე თუ რა იქნებოდა წიგნზე მოჯედოებები. მარტო efficiency ან breaking-და sharpness იყო, რაც არ გამომადგებოდა, წერაქვზეც თითქმის იგივეები იყო. არ მომეწონა ეს მოჯედოებები და არაფერი არ მომჯედოებია. მაღლა ავედი და დავიწყე პატარა ფილმის გაკეთება, რომელიც მომავალში რაღაცებით დავკავდით. შემდეგ გადაწყვიტე რომ გამეკეთე მობების ფერმა. მოვიმარჯვე ბლოკები და დავიწყე გაკეთება. სანამ ვაკეთებდი შევამაღამ და ძალიან დიდი ხანი დავხარჯე მობის ფერმის გასაკეთებლად, მაგრამ მაინც არ მქონდა დასრულებული ჯერ. ამიტომაც გავაგრძელე ტრაქტორების დადგმის შემდეგ შემოვღობე სამ ბლოკზე და ჩავედი დაბლა, რადგან უკვე მე-6 დღეს გამოლეული მქონდა ბლოკები. აქ წყლები დავასხი, რადგან ეს ბლოკები გაომელია, ჩამოვედი სამაინეროდ, რადგან ცოტა ბლოკები ამიღო და გავთხარი 2-2-ზე. ნახევარი საათის ბლოკების აგროვების შემდეგ საკმარისი ბლოკი მქონდა უკვე დამესრულებინა, ამიტომაც გავაგრძელე დასრულება. დიდი ხანი მწვავების შემდეგ მე თითქმის უკვე დასრულებული მქონდა, კრეშაც გადავხურე და გადახურის შემდეგ უკვე მთლიანად დასრულებული მქონდა ჩემი ფერმა და უკვე ფერმას დაიწყებდა მოვების ჩამოგდებას. მერვე დღეს კი უკვე ბოლომდე დამთავრდა ფერმა. აქ დავინახე რომ ბევრი ზომი იყო ჩამოყრილი, ამიტომაც მოვყალი და დავიწყე ბლოკების დადება, რადგან ლუსი მერე ჩაყრილი იყო ჩესტებში. ჩემი ფერმა კი ბოლომდე დავასრულე. სლავებიც გავაკეთე, რადგან კრიპერებს არ დავენახე, ავედი სლავებით დასადგმელად, ვერდგოდი და კრიპერიც ამიფეთქდა. აქ ცოტა ხანი ვერ მივხვდი რა ხდებოდა და ბეიბი ზომიც მოვიდა. რადგანაც გრაველი მქონდა დასწყვის გაკეთებული, ჩამოიყარა გრაველი და თავიდან მომიწია თითქმის ყველაფრის გაკეთება. და დაბლა ჩავედი რომ ბლოკები ამიღო და თავიდან ყველაფერი გამეკეთებინა. როდესაც უკვე თითქმის ბოლომდე მქონდა დასრულებული ფერმა, აი ეს მოხდა. ყველა ეცუდი რაღაცა შეიძლება მოხდა, იყო და კიდე ერთი კრიპერი ამიფეთქდა. ნერვები მომეშალა, დავტოვე ესე, ვაპირებდი ყოველ შემთხვევაში და გავაგრძელე ეს ვაშინება, იმის იმედით ვაშინებდი, რომ კიდე კრიპერი აღარ ჩამოვარდებოდა. უკვე ფერმა მზად იყო და კრიპერიც უკვე ვეღარ აფეთქდებოდა, ვეღარ დამინახავდა. და ცოტა ხნის მერე ესენი დავაგროვებთ რამდენიმე ზობის მერე. ესეთი ლუთი იყო
მე მგონი კაილუთია ცოტა ხნის შემდეგ მომავალში უფრო სწრაფად გამოვიყენებთ და მეტ ლუდს დავაგროვებთ. შემდეგ მოხდებული მაგიდასთან ჩამოვიდი, რადგან უკვე მომიჯადოებინა ფიგეიქსი. უფრო კაი ენჩანტი ვერ ვნახე ამბრეიქ ერთის შედარებით, ამიტომაც მოვიჯადოვე ამბრეიქ ერთზე. ავედი მაღლა, დავიძენე და უკვე თითქმის მორჩა ჩვენი ვიდეო, რადგან მე-9 დღეც გათენდა. ამ დღესაც მინდა იყო რომ წავსულიყავი ნეზერში, მაგრამ ჯერ ავედია შემოწმე ჩვენი ფერმა. თურმე ზომებს მოუტეხიათ და დავგე ისევ რაც მოტეხილი იყო. ეს ფერმა ძალიან კარგად მუშაობდა და ბევრ ზომს ყრიდა, კაილუც იყო და ლეველებიც საკმარისი მომავალში მომიჯადოებინა, თუ რაიმე მომინდებოდა. რაც გამიკვირდა, რაც არ ვლოდი ზომა დამეგდო სტაფილო. კაი, რადგან ისეთი რაღაც გვაქვს ხა, რომელსაც გამოვიყენებთ და დავთესოთ და გამიხარდა დავთესე ეგრევე. შემდეგ ჩავედი დაბლა, რადგან უკვე გადასულიყავი ნეზერში. აქ დავიწყე რაღაცების კეთება, სამ ნეზერში გადავიდოდი. მანე მინდოდა რაღაცები გამეკეთებინა, ცოტა გამელამაზებინა, ოთახი გავაკეთე, როგორ შესულიყავი და აქ ღამით შორბა დამდგარიყავი ხოლმე. და შესულიყავი და ფერმა გამეყენებინა. აქ ვფიქრობდი როგორ გამეკეთებინა კარები. და ბოლოს შევდავდი ხეები. აქ მიწას მოვტეხე, რადგან ისე ვერ შევდიოდი და ბოლოს ასეთი რაღაც გამოვიდა. მე მგონი ისე თუ ასე ნორმალურია. შემდეგ გავედი მაღლა, ჩვენი ცოტა გაფუჭებული ფერმა გავადიდე, რაც მოტეხილი ქონდა, ენი გავაკეთე რა. შემდეგ ჩავედი მიწის ასაღებად, ცოტა მიწა ავიღე, ნამახინჯად რო ყოფილიყო, კიდე ავიღე გრასიად და მერე ზევიდან გადამეფარებინა. ჩამოვიდი, გავაკეთე TNT, რადგან ეშო გადავიდოდი, იქ ამეფეთქებინა რაღაცეები და მეპოვა ნეზერაიტი და გადავედით ნეზერში. ნეზერში გადასვლის შემდეგ დავინახე, რომ დავსპავნდი ენდერმენების ბიომში და ჩემი წინ იყო ბასტიონი და ერთი ოქროს ბლოკი. გადაწყვიტე რომ გადავსულიყავი, მაგრამ ძალიან დიდი ჩასავარდნი იყო. თან ბლოკებიც არ მქონდა, დავიწყე ბლოკების აღება, რომ გადავსულიყავი. პატარა ხის კეთებას დავიწყე, რომ გადავსულიყავი ბასტიონზე და ამეღო ერთი ოქროს ბლოკი. ნენე მაღლა მიდიოდი, კიბეებისავით ვუკეთებდი ასასვლელს. და ბოლოს, აქვია, მაღლა იყო ბლოკი და მაგის გულზე ვეღარ ავედი. გადავწყვიტე მომეტეხა ეს ადგილი, რადგან უფრო გამდიდებიან ჩვენი გასვლელი. მერე მინდოდა ამეღო ოქროს ბლოკი და აი ეს მოხდა. გავტეხე და ეგრევე გამოვარდა 2 თუ 3 პიგმენი, ჩავარდი დაბლა და მოვკვდი. აქ დღემდე ვერ გავძლებთ, აი გვერდზე იყო აი ეს ლურჯი რაღაცა, სადაც შემძლო ჩვევათ მაგას დავხტარიყავი და fold image არ მივიღებდი, მაგრამ ვერ შევამჩნიე, რადგან ტელეფონს გამიყიდა მაგ დროს უკვე რაღაც ლაგები ქონდა, დამიპოვუცე ტელეფონი, რავი რა მოხდა, არ ვიცოდი. ეტყობა სამაროთი დამეშვეს და წავაგე ეს ჩელენჯი. შეიძლება წაგებოდა თაითულა, მაგრამ 9 დღე გავუძელი დასპაუნების შემდეგ აქაც კი გავიჭედე, არ ვითამაშე გაქრაში თუ რა იყო, მაგრამ ვერ მოძრაობდი.
ჩემი დიდი თხოვნა, თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, რადგან ძალიან დიდი ხანი ვიწვალე ამ ვიდეოს გაკეთებაში, 3 საათი ან 4 თუ 8.